ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ საუბრობენ. ალიანსი საქართველოსთვის განათლების სისტემაში სახელმწიფო დაფინანსების ვაუჩერულ სისტემას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ მეთოდმა სკოლა და უმაღლესი განათლება დააზარალა. ალიანსში განმარტავენ, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის სახელმწიფო დაფინანსება 53-დან 62%-მდე გაიზარდა, ყველა სხვა მიმართულების სახელმწიფო დაფინანსება კი შემცირდა. თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას უმაღლესი განათლების პოლიტიკის სწორად განსაზღვრას და სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი პროფესიების დაფინანსებას თხოვენ. არ შეიძლება უმაღლეს განათლებას მხოლოდ ბაზრის კოდით. ძალიან საინტერესო გამოკვლევა ჩავატარეთ და სამწუხაროდ შედეგები არის სავალალო, თუ დღეს ისეთი ტემპით და იმავე პოლიტიკით გაგრძელდა განათლების სისტემის ფუნქციონირება, უახლოეს პერიოდში ჩვენ შეიძლება საერთოდ აღარ გვყავდესაც ინჟინრები, საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ დაფინანსების ეს სისტემა არ ემყარება რაიმენაირ რაციონალურ პოლიტიკასა და სტრატეგიას უმაღლესი განათლების სფეროში.